ღია ფრონტი გახსნილია. ღარიბაშვილის საპარლამენტო გუნდი ალასანიას გუნდის წინააღმდეგ და პირიქით დაიწყო თუ არა ირაკლი ალასანიას პოლიტიკური დევნა. პანდორას ყუთს თავი ახადეს. ჩაერთო ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის საპარლამენტო ფრთა ალასანიას პოლიტიკური საქმიანობის წინააღმდეგ. რთულია მინისტრის კაბინეტის დატოვება, დამშვიდება, დაწყერდება და მე ასეთი ფანტაზიები აღარ აქვს. მესამე და ახალი სკანდალი ალასანიას წინააღმდეგ აუდიტის სამსახურმა პროკურატურას და პარლამენტს თავდაცვის სამინისტროს შემოწმების მასალები უკვე გადაუგზავნა. თითქმის ყოველდღიურად ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ ახალ-ახალი სკანდალის ყდება, რას უმზადებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს. ირაკლი ალასანიას დაჭერას თუ ელოდები? გამორიცხული არაფერი არ არის, თუ კი იმ გეგმაში ფინალად ეს არის მოაზრებული. მოწამლები კითხვებს ვადებთ, რატომ უნდა იყოს იქ გეგენავას მონაწილეობით ნაციონალური მოძრაობის დროს დაფუძნებული კამპანია, რატომ ჩაიშალა ამდენი ტენდერი? ავანტიურისტი და უჯგო მინისტრი ამბიციური გამოხშოდა. მართალი კაცები, ვისაც სახე აქვთ, ისინი სახეს არ კარგავენ. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმა სახე დაკარგა. ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ ჯერ ირაკლი ალასანიას პირდაპირ ეთერში არ უსაუბრია. ამ სამინისტროს უკვე ახალი შეფი ჰყავს 36 წლის მინდია ჯანელიძე. როგორი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის რეაქცია, როცა ივანიშვილის ბრალდებებს ისმენდა. ამ რეაქციას იმედის პირდაპირ ეთერში საღამოს 10-ზე მოისმენ, დღეს რეაქციას ირაკლი ალასანია ხსნის. ალასანიას რეალური დანაშაული თუ საგანგებოდ შეკერილი საქმეები ახალი ოპოზიციის წინააღმდეგ, რომლის ლიდერი კვლევები წარმატებულთა შორის ნომერ პირველად სახელდებოდა. რატომ გორდება ალასანიას ირგვლივ საქმეები მაინც და მაინც კორუფციული მიმართულებით? ყველაფერი ახლა ერთად კონცენტრირდება სწორედ თავდაცვის სამინისტროს და ჩემს წინააღმდეგ. პირდაპირ ღიად ლობირებდნენ მფარველები და ნაციონალებს იყო ირაკლი ალასანია. დაწყებული იგულგულავათი, ბოკერიათი. რა სიტყვის ალასანია დღეს ბოკერიასა და უგულავასთან კავშირის ბრალდებებზე, რა სიტყვის ხელისუფლებისგან გახსნილ ფრონტზე, რა სიტყვის ხვალისთვის ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ აქციაზე. ელოდება თუ არა რომ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რატომ გახდა ივანიშვილის სამიზნე და რატომ არ წავიდა აქამდე მთავრობიდან საკუთარ გუნდთან ერთად, თუ ქვეყნის საგარეო ვექტორების საფრთხეებს ხედავდა. დღეს რეაქციაში პოლიტიკოსები, საზოგადოება, ხელისუფლება და ახალი ოპოზიციის ლიდერი ირაკლი ალასანია ყველა კითხვა და ყველა პასუხი დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობებს. ალასანიას გუნდს ამჯერად უკვე პარლამენტშიც ვიწყებთ საღამოს 10-ზე გამოცხადებული ბრალდებების ქრონიკა, მივა თუ არა გამოძიება პირადად ალასანიამდე.